IDF-ი საქართველოში ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებები დააჯილდობა. სიგელი გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა. საერთო ჯამში სულ 55 დაწესებულება დაჯილდოვდა. მათ შორის საქართველოს პარლამენტის აპარატი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო. ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა დასახელდა, რომელშიც 12 უწყება ერთიანდება. IDF-ის განმარტებით 12-ვე უწყებაში 346 მოთხოვნა გააგზავნეს და პასუხი არც ერთზე მიუღიათ. ჩვენ მართავთ ღონისძიებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციების შესახებ და არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევის პრეზენტაციას, ისევე როგორც ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დახურული, ანუ არაანგარიშვალდებული საჯარო უწყებების გამოვლენას. გაიგზავნა 7000-ზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და მიღებული ინფორმაციის ანალიზით თუ რამდენად დროულად იქნა პასუხი გაცემული ჩვენს წერილებზე, რამდენად სრულყოფილად იქნა მოწოდებული ინფორმაცია, ამის მიხედვით ხდება უკვე გამოვლენა ანგარიშვალდებული და დახურული საჯარო უწყებების. ჩვენი ორგანიზაციისთვის გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდება ერთ-ერთი მთავარი ღირებულება და აღიარებული პრინციპი არის და საჯარო ინფორმაციის გაცემა ერთ-ერთი საშუალება არის ამ პრინციპის პრაქტიკაში რეალიზებისთვის. ბევრი მომართვიანობა არსებობს, არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ მოგმართავენ მოქალაქეები, სტუდენტები, დაინტერესებული პირები, რომელთაც სურთ მიიღოთ საჯარო